მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? დღეს მე ვქნება ისეთი გაშლა. როგორ გრძნობთ ახლა თავს და რა გჭირდებათ იმისთვის, რომ უფრო უკეთ იყოთ, უფრო უკეთ იგრძნოთ თავი. მოდი აბა ვნახოთ. თავს როგორ გრძნობთ ახლა? თავს როგორ გრძნობს ჩემი მსმენელი ახლა, ვინც მიყურებს. საინტერესოა. მეგობრებო, თქვენ არ ვიცი ვინ რა საქმეში ხართ ჩართული, ვის რა სფეროში გაქვთ ასეთი სიტუაცია, მაგრამ მოირგეთ ყველამ თქვენს თავზე. მოკლედ, რაღაცა ახლის დასაწყისია თქვენს ცხოვრებაში, რაღაცა ახალი დაიწყო, სადაც ძალიან წარმატებულად, ძალიან გამარჯვებულად გრძნობთ თავს. ფონი ისეთია, რომ ძალიან ბევრი იშრომეთ ამისთვის, ძალიან იშრომეთ, რასაც ქვია, ამისთვის, რომ მიგეღწიათ ამ ყველაფრისთვის და თავს გრძნობთ ახლა გამარჯვებულად. თქვენ გრძნობთ ხალხისგან პატივისცემას, გრძნობთ, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ხართ, ასევე რაღაცნაირი ფერადი ადამიანი ხართ, მხიარული, დადებითი, რაღაცნაირი ესეთი მხიარული ხასიათი გაქვთ. შეიძლება ზოდიაქოთი იყოთ ცეცხლის ნიშანი, რომელიმე განსაკუთრებით ვფიქრობ, რაღაცას მომივიდა ახლა, რომ შვილდოსანი შეიძლება იყოს ეს ქალბატონი ახლა, ანუ ვინც მიყურებს, შეიძლება მამაკაციც იყოს, უფრო რაღაცა ესეთი შვილდოსნის ენერგია მომდის, უფრო ესეთი ენერგიული, ცეცხლოვანი, მხიარული, რაღაცნაირი პოზიტიური ადამიანი. შთაბეჭებას ტოვებთ საზოგადოებაშიც და ისედაც ესეთი ხართ, საკმაოდ სიყვარულს რო იმსახურებთ, პატივისცემას სახლშიც, ხალხშიც, ყველას ესეთი შეხედულობა აქვს თქვენზე. ხო, და წეღან რაც ვთქვი, ეს რაღაცა თქვენ, რაზეც ძალიან ბევრი იშრომეთ, გაქვთ ახალი დასაწყისი, გამარჯვება და წარმატება ამ საქმეში. ეს საქმე, რაც ახლა გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში, უფრო წაღანაც ავხნიშნე, რომ ახალია რაღაცა, ახალი დასაწყისი გაქვთ და თითქოს ეხლაც კიდევ სწავლობთ და რაღაც ნაბიჯებს დგავთ ამ სფეროში, გამოიმუშავებთ თანხებს, ოღონდ ესეთი ახალი დასაწყისი გაქვთ ამ სფეროში და საკმაოდ წარმატებულად მიდიხართ, მინდა ვთქვა. ძალიან კარგი. ეხლა ვიკითხოთ, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ უფრო უკეთესად იყოთ, უკეთესად იგრძნოთ თავი. რა გჭირდებათ ამისთვის? რა გჭირდებათ იმისთვის, რომ უფრო უკეთესად იყოთ და უკეთესად იგრძნოთ თავი.
მეგობრებო, წაღან რაც აღნიშნე იმ სიტუაციაში და იმ სფეროში, რაშიც აი ესეთ ახალ ნაბიჯებს დგავთ და წარმატებული ხართ, აქვს ამ სფეროს კიდევ რაღაცა ბნელი მხარეც. ასეთ დადებით სიტუაციებში შეიძლება აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც თქვენი წარმატება ნაკლებად ახარებს. ნუ მტრებსაც ვერ ვუწოდებ, მაგრამ შეიძლება ვიღაცისთვის მტერიც იყოს. ამიტომ მეგობრებო, ტარო გირჩევთ, ხო, რა გჭირდებათ იმისთვის, ხო? კითხვა იყო ასეთი, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ უფრო უკეთესად იყოთ. გჭირდებათ ის, რომ ამ ადამიანებთან იყოთ ძალიან სამართლიან, გაწონასწორებულ, მაგრამ თან ახლო ურთიერთობაში. არ იყოთ ისე, შორს არ დაიჭიროთ თავი, პირიქით, ჯობია მტერი ახლოს გყავდეს, ხო, ესეა ნათქვამი, აი, იყავით ახლოს ამ ადამიანებთან, მაგრამ არა ისე, რომ ბოლომდე გაეხსნათ და აი თქვენ შესახებ რაღაც ესე გადაშლილი წიგნით იყოთ მათ წინაშე, ესე არა. მაგრამ არც ისე, რომ შორს იყოთ, შორს დაიჭერთ თავი და ახლოს არ გაიკაროთ. რადგან ეს ადამიანები ამჯერად კი რაღაც ესე ცოტა მტრულად არიან თქვენს წინაშე განწყობილები, მაგრამ თუ ასე დაუახლოვდებით, ემოციებს გაუცვლით ერთმანეთს, იქნებით სამართლიანი და გაწონასწორებული მათ წინაშე, ერთად იმხიარებთ, აიყოლიებთ, ხო, რაღაცა და უშოთ სადმე ერთად წახვალთ, ან ერთად გაერთობით დაუშვათ, აი ეს ადამიანები შეიძლება შემდეგში თქვენი სიძლიერე აღმოჩნდნენ. ხო, ტარო გირჩევთ, რომ გიყვარდეთ საკუთარი თავი. იყავით, აი, როგორ გითხრათ, ხო, შეიძლება ამ წუთას ცოტა ისეთი დეპრესიისკენ მიდრეკილი მდგომარეობა გაქვთ რაღაცეების გამო, უცებ აი ესეთი წინსვლა, რომ დაგატყდათ თავს და რაღაცა ცოტა დაგაბრუნეთ ამ ყველაფერმა და ცოტა რაღაცნაირ დეპრესიისკენ მიდრეკილი ხართ, მაგრამ ტარო გირჩევთ, რომ თქვენს ხელშია ყველაფერი, ცოდნაც, შესაძლებლობებიც და გიყვარდეთ საკუთარი თავი დააყენეთ ყოველთვის პირველ ადგილზე და იყავით არა, როგორ გითხრათ, თუ რაღაცა გიჭირთ ახლა, ხო, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ შინაგანად გაძლიერდეთ და აი შინაგანად ესე სუსტად არ გრძნობდეთ თავს. იმისთვის, რომ უკეთესად იგრძნოთ თავი, აუცილებელია, რომ საკუთარ თავს უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ, უფრო მეტი ცოდნა დააგროვოთ, გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები და შინაგანად უფრო მეტად გაძლიერდეთ. რომ აი ესეთ სწრაფ წარმატებას, წინსვლას და აი ამ შეძენილ მტრებს გაუმკლავდეთ, ასე ვთქვათ და პირიქით უკან არ დაგხიონ აი ამ სიტუაციამ და ამ ადამიანებმა. ხო, არ შეგეშინდეთ უეცარი წარმატების, ცოტა რთულია ხოლმე, მეც მაქვს გამოცდილი ეს მდგომარეობა და ვფიქრობ, რომ ვისაც გამოცდილი აქვს, ისიც გაიგებს ამ ყველაფერს, რომ უეცრად დატეხილი წარმატება და აი უეცრად გამართლება რაღაცაში ადამიანს ძალიან ააბნევს, შეიძლება უდიდესი ემოციების ფონზე აი რაღაცა პირიქით დეპრესიულ მდგომარეობაშიც კი ჩავარდეს და ცოტა დააბნიოს ადამიანი აი ამ წარმატებამ. მაგრამ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი არ მოხდეს, ჩვენ ტარო გირჩევთ, რომ თქვენს და ვინც ხართ აი ესეთ სიტუაციაში, პირველ რიგში
საკუთარ თავზე გაამახვილოთ ყურადღება, საკუთარ სურვილებზე, საკუთარ შესაძლებლობებზე, ცოდნაზე, გამოცდილებაზე, შინაგანად გაძლიერდეთ. აი ეს შინაგანი გაძლიერება ცოტა დიდი თემა, ასე ვთქვათ და როგორ გავძლიერდე შინაგანად, შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს კითხვა. შინაგანი გაძლიერება ხდება ლოცვებით, მედიტაციებით, კონკრეტული ტექნიკებით, რომლებსაც ქოუჩები, ფსიქოლოგები ვთავაზობთ ხალხს. და აი ამ ყველაფრით ძლიერდება ადამიანი, შინაგან სიმშვიდეს იძენს და ძლიერდება, რა თქმა უნდა, შინაგანად, ხო? მე ვფიქრობ, საერთო ჯამში კიდე ხარ დამემატებინე რაღაც. ვფიქრობ, რომ რაღაცა კიდე შეიძლება რომ დავამატო. რა გჭირდებათ იმისთვის, რომ უფრო უკეთესად იგრძნოთ თავი, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ უფრო უკეთესად იგრძნოთ თავი. ხო, აი მეგობრებო, აი ამ წუთას ხართ აი უდიდეს ემოციურ ძალიან დიდ ბედნიერებას განიცდით. არ ვიცი, თან ძალიან მიხარია, მაგრამ აი როგორც წეგან აღვნიშნე, დადებითი ემოციებიც კი, რომლებიც ძალიან ისეთია დიდია და უოცრად დატეხილი, ისიც ცუდია ადამიანისთვის, ანუ ცუდი, იმიტომ რომ აბნევს ეს ყველაფერი, თრგუნავს, არ იცის როგორ გადახარშოს და გაანალიზოს ადამიანმა აი ეს ამხელა დადებითი ემოციები და მერე შეიძლება უფრო აი უბრალოდ ესე უენერგიოთ იყოს, მოდუნდეს და ვერაფრის გაკეთება ვეღარ შეძლოს. და თქვენ ხართ ახლა აი ამ სიტუაციაში. და რო ვიკითხე, რომ რა გჭირდებათ აი ამისთვის, რომ უკეთესად იგრძნოთ თავი, გჭირდებათ განულება აი ამ ემოციების, აი რაღაცა ამოსუნთქვას, ამოაყურეთ თქვენი ეს აი ესეთი დადებითი ემოციები და აი თითქოს ახლა ხართ მიწაზე არ დგახართ, თითქოს რაღაცა ეგეთი შეგრძნება მომივიდა და ტარო გირჩევთ, რომ უფრო გამყარდეთ, მიწაზე მყარად დადგეთ, შეიგრძნოთ თქვენი ბედნიერება, აჟიტირებაში არ გადავარდეთ, უბრალოდ შეიგრძნოთ თქვენი ბედნიერება. ის ფაქტი, რომ საკუთარი თავის მოგწონთ და თქვენი მდგომარეობა ახლა მოგწონთ და შეიგრძნეთ ის, რომ თქვენ შეგიძლიათ ცხოვრობით დატკბობა და წინ კიდევ დიდი წარმატება და მომავალი გელით. ეს შეიგრძნით ოღონდ არა ემოციების ფონზე, არამედ აი ესე მიწაზე მყარად მდგომი ადამიანი იყავით და ეს ასეთი ზღვა ემოციები რაღაცნაირად შეძელით და გაანულეთ. თუ გნებავთ, ხო, აი წეღარაც ჩამოვთვალე, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის წყობში ჩაყენება და უბრალოდ ჩვეულებრივად მიღება და არა ისე აჟიტირებით, აღტაცებით და მერე როდ ითრგუნება ადამიანი ამ ყველაფრით და არ იცის სად წაიგოს ეს ამდენი ემოცია, ხო? არა ამ ყველაფრით, არამედ აი რო გაანულოთ თქვენში ეს აი ამხელა ემოცია, დაიცალოთ ამ ემოციებისგან რაღაცეთ, უყურეთ, იცი როგორ ჩვეულებრივ მომენტად აღიქვათ ეს ყველაფერი. ეს თქვენი მდგომარეობა აღიქვათ ჩვეულებრივ მომენტად, რომ მას თქვენზე აი ამხელა გავლენა არ ჰქონდეს, რომ აი ესე მიწას დაგაცილოთ და ცოტა ფანტაზიებში გადაგიყვანოთ, ხო? ასე ვთქვათ, ჩამოფრინდეთ. რეალობაც იგივეა, მაგრამ აი ესე აჟიტირებაში აღარ იყოთ და ჩამოფრინდეთ, მიწაზე მყარად დადგეთ და ჩვეულებრივად შეხედოთ ამ ყველაფერს. რაღაცა სასწაული კი არ მოხდა, თქვენ ამას იმსახურებდით და თქვენ ამისთვის ბევრი იშრომეთ, ბევრი გააკეთეთ და ეს მოხდა თქვენს ცხოვრებაში. ეს წარმატება, ამ წარმატებას იმსახურებდით და იმიტომ რაღაცა მოულოდნელი არაფერი არ იყო, ხო? რეალურად
ბევრი იშრომეთ თქვენ ამისთვის და იმსახურებდით ამ წარმატებას და აი ასეთი მძაფრი, ძლიერი ემოციები, რომ თქვენ პირიქით უკან დაგხიოთ და წინ აღარ გადაგადგმევით ნაბიჯები, არ არის თქვენთვის მისაღები და საჭირო. და მისაღებია მხოლოდ ის, რომ მიწაზე მყარად იდგეთ და მიიღოთ თქვენი წარმატება ისე, რომ თქვენ ამას იმსახურებდით. ეს ასეც უნდა ყოფილიყო და არ მოხდა რაღაცა სასწაული და საოცრება. საერთოდ ჯამში ძალიან კარგი გახშლა იყო. თქვენი, ერთადერთი პრობლემა არის ის, ზღვა ემოციებში ხართ და არ იცით საწაიგოთ ეს ემოციები და მე უკვე გითხარით და ტარომაც გითხრათ ის, რომ რა უნდა გააკეთოთ ამისთვის, რომ უფრო უკეთესად იგრძნოთ თავი და აი ესეთ ზე აჟიტირებაში აღარ იყოთ. წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო. და ჩემი მხრიდან კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, ვინც იწერთ ჩემს გვერდს. ჩემი გვერდი ახალია YouTube-ზე და ძალიან მახარებს მეც ეს წარმატება. ჩემთვისაც წარმატება არის ეს. რაღაც დოზით ალბათ ჩემზეც რეზონირდა ეს გაშლა. ჩემთვისაც წარმატება, რადგან ჯერ მე მგონი ერთი თვეც არ არის, რაც YouTube-ზე ვაქვეყნებ ჩემს ვიდეოებს და საკმაოდ კარგი გამოხმაურება არის თქვენი მხრიდან და რაც ძალიან მახარებს, აი უზომოდ მიხარია, რომ თქვენზე რეზონირდება, თქვენზე ძალიან კარგად მოქმედებს ჩემი გაშლები და თუნდაც ერთი ადამიანის ერთი დღე რომ ხასიათზე კარგ განწყობაზე დავაყენო ერთი ადამიანის ერთი დღე, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. დაგემშვიდობებით ახლა, დროებით.